რომ NTV-სა და Viasat-ის ტელემაუწყებლობა საკაბელო ტელევიზიები ულიცენზიოდ აჩვენებდნენ, პირველი რეაქცია უკვე ბაზრის უმსხვილესი მოთამაშისგან მოხვა. კომპანია Silknet-მა თავისი პაკეტიდან ამოღებული არხების საკომპენსაციოდ მომხმარებელს დაჩქარებულ რეჟიმში თავისი ახალი სერვისი კინოთეკა შესთავაზა. საყვარელი ფილმების გამოწერა სახლიდან გაუსვლელად თანაც უფასოდ. Silk TV-ს ვიდეოთეკა ამის საშუალებას ყველა მომხმარებელს აძლევს. კომპანია Silknet-ს ამ დღეებში რამდენიმე კინოარხის გათიშვა მოუწია, რის საკომპენსაციოდაც აბონენტებს ახალ სერვისს შესთავაზებს. ჩვენ ამ სერვისის გაშვებას გეგმავდით უახლოეს მომავალში, მაგრამ სასწრაფოდ მივიღეთ გადაწყვეტილება, რადგან მზად ჰქონდა უკვე ეს პროდუქტი, რომ სასწრაფოდ ამ ეტაპზე გაგვეშვა, რომ არანაირი დისკომფორტი ჩვენს მომხმარებელს არ ქონოდა ამ NTV-ს არხების გათიშვასთან დაკავშირებით. ფილმები, შეუძლებელი ფილმები, რომ ჩამოვიდეთ სერიალში, უკვე Silk TV-ს ვიდეოთეკაში ამჟამად 500-მდე ქართული და უცხოური ფილმია განთავსებული. მათი გამოწერა მომხმარებელს ტელევიზორის მენიუში არსებული პროგრამის საშუალებით მარტივად შეუძლია. გადახვევის და დაპაუზების რეჟიმები კი ისევე მოქმედებს, როგორც ეს სატელევიზიო არხების შემთხვევაშია. მაყურებელს ექნება საშუალება თვითონ შეარჩიოს ის ფილმი, რომლის ნახვაც უნდა ერთჯერადად ან შეუძლია შემდეგ უკვე, როდესაც კომერციულად გაეშვება, გააკეთოს ყოველთვიური გამოწერა ბიბლიოთეკის, ასე ვთქვათ, მაგრამ ამ ეტაპზე ეს ყველაფერი იქნება უფასო. Silknet-ში ამბობენ, რომ ვიდეოთეკა მუდმივად განახლდება, რის შესახებაც აბონენტები ანონსებიდან შეიტყობენ. გაიზრდება ფილმების თემატიკაც და ჩამონათვალს ანიმაციური და დოკუმენტური ფილმებიც დაემატება. სერვისის შესახებ დამატებით ინფორმაციას ახლა რამაზ კუკულაძე, Silknet-ის წარმომადგენელი მოგვაწვდის. გასაგებია, რომ ეს ერთგვარად კომპენსაცია იმ დანაკლისის, რაც იურიდიული გაუგებრობების გამო მოხდა და ეს არის ერთგვარად უფასო საჩუქარი მომხმარებელს. უკვე როდიდან ეს ამოწურავს თავის თავს როგორც საჩუქარს და გახდება უკვე კომერციული პაკეტი. მოგესალმებით პირველ რიგში. დღეს დილიდან გაეშვა ეს პროდუქტი. როგორც აღნიშნეთ ჩვენს 1 სექტემბრამდე იქნება ამ ეტაპზე ეს არის დაგეგმილი, რომ 1 სექტემბრამდე იყოს უფასო და ამ 1 სექტემბრამდე ამ დროის განმავლობაში ჩვენ შევეცდებით, რომ NTV-ს სამი კინოარხი ჩავანაცვლოთ ალტერნატიული არხებით ან NTV-სთან მივახცევთ ხელშეკრულებას, შეთანხმებას და უკვე ოფიციალურად შევთავაზოთ ეს არხები ჩვენ მაყურებელს. თუმცა NTV-ს მაუწყებლობას აქ ცოტა უფრო ფართო იურიდიული ნიუანსები ჭირდება, ვიდრე ფაქტობრივად კომპანიასთან მოლაპარაკება. რა თქმა უნდა, რადგან მუშაობთ, ეს არის კომპანიასთან მოლაპარაკება და ასევე ადგილობრივ კომუნიკაციების კომისიასთან შეთანხმების მიღწევა. და რაც შეეხება უკვე სექტემბრიდან რა შესთავაზა, ანუ დაახლოებით რა იქნება ამ სერვისის საფასური და ეხლა რეალურად ვაწვდით ჩვენ დაახლოებით 400-მდე კინოფილმს სხვადასხვა ჟანრის მიხედვით. ქართული ფილმები, უცხოური ფილმები, კომედია, საბავშვო, ასე შემდეგ რა. ყოველ პარასკევს კვირაში ერთხელ დაახლოებით 4-5 ახალი ფილმი დაემატება ვიდეოთეკას. სექტემბრიდან ჩვენ ვფიქრობთ, რომ ფასი იყოს, ეხლა მუშაობთ, მაგრამ ვფიქრობთ იყოს 1-დან 5 ლარამდე გააჩნია ფილმის რეიტინგს რა, რომელიც იქნება ახალი და უშო ბესტსელერებზე ცოტა მაღალი ფასი იქნება, ძველ ფილმებზე დაბალი ფასი, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ ასდება 5 ლარს. და დაახლოებით ახლა თქვენ თქვით, რომ 400 ფილმია, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ერთი თემა რო თქვათ, არალიცენზირებული, მაგრამ მაინც საიტებიდან განებივრებული მაყურებელი შეიძლება თქვათ 400-მა არ დააკმაყოფილოს დაახლოებით, როგორ წარმოგიდგენიათ რა ამხელა ბაზა უნდა გქონდეთ თქვენ, რომ სერვისი გამართლებული იყოს. ამას გვაჩვენებს ტრენდი უკვე. 400 არის პირველი ეტაპი, რითაც დავიწყეთ ჩვენ, მე როგორც აღნიშნე, ყოველ კვირა დაახლოებით 5 ფილმს დავამატებთ და შევხედავთ დინამიკას, როგორ იქნება მოთხოვნა ფილმებზე და თუ დინამიკა მოთხოვნა იქნება ძალიან დიდი, ამას დავამატოთ. და რომელიც ბუნებრივია საავტორო უფლებებით და სალიცენზიო პაკეტით იქნება დაცული და ისევ დაუბრუნდეთ იმ ამოღებული არხის თემას, თქვათ რა დაახლოებით რა როგორ წარმოგიდგენიათ რა არხები, თქვათ თუ კი შეთანხმების მიღწევა NTV-სთან ვერ მოხერხდა, დაახლოებით რა არხების ჩაცნობა. და რამდენიმე სტუდიასთან მუშაობთ, ჩვენ მუშაობთ რამდენიმე მიმართულებით, ერთი არის როგორც საკუთარი არხის შექმნას და პირდაპირ ფილმების ამოღებას კინოსტუდიებისგან და საკუთარი არხის გაშვებას, ასევე ისეთ კომპანიებთან როგორც არის Canal Plus მაგალითად რა. ანუ თავარია მივახციოთ შეთანხმებას და რაც ოფიციალურად მოხდეს იმის საშუალებას, რომ გავუშვათ ჩვენ ეს. გასაგებია რა აქტივობას ელოდებით მომხმარებლის მხრიდან, რაც უკვე ეს კომერციული გახდება. მინიმალურს რა ყველა გათვლა არის დაკეთებული პესიმიზმზე. ჩვენი თავარი ამოცანა ხარ არის, რომ მომხმარებელი შეეჩვიოს ამ ახალ სერვისს, რომ ნახოს, რომ აი ესეთი უახლესი ტექნოლოგიებით შეიძლება კინოების ყურება. და რაც თავარია კომფორტულად. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის, გისურვებთ წარმატებებს. ეგრეთ